ისრაელმა ირანის თავდასხმები აღკვეთა. ღამის განმავლობაში ისლამური რეჟიმი აგზელებს რეგიონში რაკეტებით დაბომბვას. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შესაძლოა შეთანხმების მიღწევა სურდეს ბრძოლების დასასრულებლად. ტრეი ინქსი თელ-ავივიდან პირდაპირ ეთერში ბოლოს ცნობებით. ტრეი ტოტკარლა დილამშვიდობისა. სანამ დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება, ირანი აგზელებს ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმებს ღამით. ერთ-ერთი რაკეტა დღეს დილით თელ-ავივის ცენტრს მოხვდა. ამ ვიდეოში თავდასხმის შემდეგ ჰორიზონტზე შავი კვამლია. ახლახან დავბრუნდით შემთხვევის ადგილიდან, სადაც მაშველები ნანგრევებს აშორებდნენ. პოლიციის თვით ეს იყო პირდაპირი დარტყმა. რაკეტის თავზე 100 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინი იყო, რომელმაც ეს ზიანი გამოიწვია. ღამით ისრაელის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე გადაჭერა მოხდა, როცა საჰაერო თავდაცვის სისტემა მტრის სროლებს ანადგურებდა. ისრაელი და აშშ პასუხობენ, უთხრამენ რეჟიმის გულს თეირანსა და სხვა ადგილებში. მიზანში იღებენ ბალისტიკური რაკეტების საწავებს. შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოს ნაწილი, რომელიც შაბათ-კვირას გაავრცელა ზეროი ვარფოის ცენტრალურმა სარდლობამ. ეს ხდება, როცა პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ დიპლომატიური ძალისხმევა მიმდინარეობს და ირანის რეჟიმს 5 დღეს აძლევს შეთანხმებისთვის. ჩვენ უბრალოდ ვაძლევთ 5 დღეს და მერე ვნახავთ სად მიგვიყვანს ეს. და მე ვიტყოდი, რომ ამ პერიოდის ბოლოს ფიქრობ ეს შეიძლება მართლაც კარგი შეთანხმება აღმოჩნდეს ყველასთვის, ისე კარგია, როგორც ბოლომდე მისვლა და ადგილის განადგურება. თუ ეს საჭირო არ არის, უკეთესია, არა ცუდი. ირანელებმა უპასუხეს, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ ცნობები მიუთითებს, რომ საუბრები მაინც მიმდინარეობს. აქ ნახავთ თეირანის ფოტოებს და ზეროის და ისრაელის თავდასხმების შედეგებს, რომლებიც ზეძეწოლას ახდენენ ისლამურ რეჟიმზე. ამასობაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაუმაც ისაუბრა შეთანხმების შესაძლებლობაზე. პრეს ადრევე საუბრე ჩვენს მეგობარს პრეზიდენტ ტრამპს. პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ არსებობს შესაძლებლობა ისარგებლონ იმ დიდი წარმატებებით, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა და ზეროის შეიარაღებულმა ძალებმა მოიპოვეს. ომის მიზნების მიღწევა და ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების დაცვა შეთანხმებით. აშკარაა, რომ პრეზიდენტ ტრამპს სურს ირანს მოლაპარაკებების ახალი შანსი მისცეს და მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტი ამერიკული ძალა რეგიონისკენ მიემართება, რაც პრეზიდენტ ტოტკარლას მეტ არჩევანს აძლევს. ტრეი ინქსი დღეს ისრაელიდან პირდაპირ ეთერშია. მადლობა ტრეი. ახლა დაუძახოთ ბრეტ ველიკოვიჩს, პავერსის დამფუძნებელს და არმიის სპეცოპერაციების ყოფილ ანალიტიკოსს. ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს სენტიკომის დადასტურება, რომ ოპერაცია ეპიკ ფიურის ფარგლებში 9000-ზე მეტი სამიზნე იქნა დაზიანებული. მეორე მხრივ კი ჩვენ გვყავს პრეზიდენტი ტრამპი. საუბარია ამ 5 დღიან პაუზაზე. ელი თუ არა, რომ ეს პაუზა საბოლოოდ მოლაპარაკებით დასრულებულ კონფლიქტამდე მიგვიყვანს და ნამდვილად ცდილობს თუ არა ირანი დიპლომატიას. და რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ მთავრობა ძალიან მკაფიო იყო, მიზანი არ არის აუსრულებელი ომი, მიზანია გადამწყვეტი შედეგების მიღწევა და ამ ეტაპზე ჩვენ ამას ვხედავთ, ხომ გესმით? ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური დაბომბვების კამპანია, არამედ მტრის საბრძოლო შესაძლებლობების სტრატეგიული დემონტაჟი. იმისთვის, რომ მათ აღარასოდეს შეეძლოთ ბირთვული არმაგედონის თამაშად ქცევა. ამრიგად კიდევ ბევრის გაკეთება შეიძლება ჰაერიდანაც. ამ ზეწოლის გასაგრძელებლად ასეთი საჰაერო კამპანიები ანადგურებს სამიზნეებს და მთლიან სისტემებსაც. თქვენ ანადგურეთ ლოგისტიკას, მართვისა და კონტროლის ქსელებს, კომუნიკაციებს და მომარაგების ჯაჭვებს. ფიქრობ ამ თავდასხმებმა ირანში რაკეტებისა და დრონების წარმოება მნიშვნელოვნად შეამცირა. უწყვეტი საჰაერო ოპერაციები ამას კიდევ უფრო გაანძაფრებს. ჩემი აზრით, შეგვიძლია დავარტყათ მობილურ გამშვებ დანადგარებს, სარდლობის ცენტრებსა და საჰაერო თავდაცვას. შევშალოთ ირანს აღდგენა და გავაგრძელოთ კამპანიის გამკაცრება. ზეწოლა გაგრძელდეს, სანამ ისინი საკუთარი საზღვრების გარეთ ძალის გაშლას ვეღარ შეძლებენ და ჩვენ დავამყარებთ მდგრად მშვიდობას რეგიონში. ტაიმსის ცნობით, სამხედროები განიხილავენ 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის ბრიგადის და შტაბის ელემენტების გაგზავნას ზევარას ოპერაციების მხარდასაჭერად ირანში. თქვენ ხშირად ისმენთ ამ სიტყვას: მხარდაჭერა, მხარდაჭერა, მხარდაჭერა. მაგრამ საბოლოო ჯამში, ელი თუ არა, რომ მიწაზე ჯარები გახდება ამ კონფლიქტის შემდეგი გარდაუვალი ეტაპი, თუ მშვიდობა არ იქნება მიღწეული. თოდ, ნახე, მხოლოდ საჰაერო ძალას თავისი შეზღუდვები აქვს. შეგიძლია გაანადგურო ინფრასტრუქტურა და შეამცირო შესაძლებლობები, მაგრამ ზოგი მიზანი ფიზიკურ კონტროლს მოითხოვს.
პოზიციის ბომბა დაბრუნების შესაძლებლობას არ უკარგავს მტერს, თუ მას არ აკონტროლებ. ფიქრობ, საჰაერო ძალა გზის 80-დან 90%-მდე მიგვიყვანს. მაგრამ მაღალი ზემოქმედების მქონე სახმელეთო ოპერაციები თუ სწორად იქნება გამოყენებული, უზრუნველყოფს საბოლოო შედეგს და ამხარვეს სავსებს. ამიტომაც მიმდინარეობს დისკუსიები საჰაერო დესანტსა და საზღვაო ძალებზე, რომლებიც რეგიონში ზუსტი მისიებისთვის შეიძლება გადავიდნენ, არა ოკუპაციისთვის. უნდა დავიკავოთ საკვანძო პოზიციები, გავანადგუროთ საფრთხეები და დავაზღვიოთ სტრატეგიული ტერიტორიები, რომელსაც ირანი იყენებს გლობალური საზღვაო ტრანსპორტისა და ზევარას ძალების დასაშინებლად. მე ვფიქრობ, რომ ამ მომენტში ირანი ნამდვილად იმედოვნებს, რომ შეერთებულ შტატებს არ ექნება სურვილი დაასრულოს ის, რაც დაიწყო. ისინი დაბნეულები კი არა, გამოთვლიანები არიან და ფიქრობენ, რომ ჩვენ საკმარისად ძლიერ ვერ უპასუხებთ. და სწორედ ამიტომ ნამდვილი ამერიკული ლიდერობა მნიშვნელობას იძენს. აქ პრეზიდენტი ტრამპი იმ სიტუაციას უმკლავდება, რომელიც ედრამეში არ განვითარებულა. ეს არის წლების განმავლობაში ჩვენი არაეფექტური ლიდერების ხოქმანისა და სტრატეგიული მიმართულების დაკარგვის შედეგი. ამიტომ ახლა ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები აჩვენებს, გლობალური ეკონომიკა ვერ გახდება მძევალი და ბირთვული მუქარის თამაშ შედეგები აქვს. ჩვენი არმია ამ მომენტში ერთადერთი რამ არის. რეგიონში სტაბილურობასა და არასტაბილურობას შორის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი სრული გამარჯვებისთვის. პრედ, შენ ახსენე ირანში მიმდინარე გამოთვლა. მოისმინე ეს. Wall Street Journal-მა დღესდილით გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ირანის მეზობლები, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები სულ უფრო უახლოვდებიან ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში რეალურად ჩაქთვას. 30 წამში როგორი მოქმედებდა ეს კონფლიქტზე მომავალში? ფიქრობ, ჩვენი მეზობლები დაიღალნენ. ამ შეტევებმა მხოლოდ ჩვენი მოკავშირეები დაახლოვა. ჯგუფები, რომლებიც ჩვეულებრივ ნეიტრალურები იყვნენ, დაიღალნენ ყოველღამიური შაჰიდის თავდასხმებით და საკურორტო ცენტრების დაბომბვით. ჩემი აზრით, ირანის ტერორის იმპერია ცოტა დრო დარჩა. მულებმა შეცდომები დაუშვეს და რეგიონში ქაოსის დათესვა სცადეს. მათ პრესპიკერებს სამუდამოდ აჩუმებენ, ხოლო აშშ-ჭო და მოკავშირეები მზად არიან ამას ბოლო მოუღონ. საკითხი აღარ არის მხოლოდ ვისთან, არამედ რამდენ ჯგუფთან აწარმოებ მოლაპარაკებებს. ხავს საერო ძალები, ხავს რელიგიური დაჯგუფებები. სინამდვილეში კი ჩვეულებრივი ადამიანი, როგორიც მე ვარ და შენ, ნამდვილად არიცი, ვინ არის მართლა ხელმძღვანელი. იმედია თეთრი სახლი მოლაპარაკებებს მართავს იმასთან, ვისაც ამის დასრულება შეუძლია. როგორც თქვი, ბრეთ ვნახოთ. ბრეთ ველიკოვიჩ, როგორც ყოველთვის სასიამოვნოა. მადლობა ბატონო.